Hi, მოგესალმებით მეგობრებო. როგორ ხართ, რა შვრებით? დილა დავიწყოთ პოზიტივით. რაც შეიძლება დიდი დოზის პოზიტივით დავიწყოთ. როგორც ხედავთ, მაღლა ვარ დედასთან და მამასთან. ასული და აბრძანებული. უცებ მხოლოდ ეს წავისვათ და სანამ მზია გავცვიდეთ გარეთ. საბაში მინდა წავიდე, რაღაც მინდა შევათვალიერო, ანუ ჩემი ის მინდა კოსმეტიკის და რაღაცის რაღაც, მოკლედ შევათვალიეროთ, უნდა წავიდეთ. წაგიყვანთ თქვენც, რასაც მოახერხებ, გადავიღებ. მართალია, ჩემ გეგმებში არ შედიოდა ხელფასის ამ დონემდე დაკლება, ამიტომ ცოტა გავიჭედე და რაღაცებს ისე ვეღარ ვახერხებ, ეხლა რაც მინდოდა. მაგრამ ეხლა 8-დან უკაცრავად. ვინ არის ვალდებული შემთლიანი ხელფასი მოგდეს. ამაზე შევთანხმდით. ასე რომ არა უშავს რაც არის. წავიდეთ და შევათვალიეროთ, ვნახოთ რა არის, როგორ არის, რანაირად არის. მე რაც მომეწონა მაგალითად ერთხელ ძალიან ძვირი ღირდა, მასებთვა ძალიან ძვირიანი არ მინდა, იმიტომ რომ სხვა გეგმებიც მაქვს, მაგრამ დავათვალიეროთ, შესაძლოა გააჩნია რა ფასი იქნება, შესაძლოა ახლა ვიყიდო, შესაძლოა იქითა თვემდე გადავწიო, კაცმა არ იცის, მაგრამ ჯერნა ვნახო. სულ რომ მეკითხებით, კიდევ ერთხელ და მილიონჯერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ 001-ია. როგორც ხედავთ. სუფთა სახლში შეგიძლიათ შეიძინოთ გოგოებო. ვაიმე, ისე ვართ გოგოებო, აყრილი, მიყრილი, მოყრილი. მოიცეს ცოტა ისე ვთქვათ, ძალიან მყავს თითქოს შუქი სამზარეულოში. როგორც ხედავთ, აქ უკვე კარადები რა თქმა უნდა არის, მაგრამ კარადები კი არა, კარებებიც უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ აბასად არის. არ ვიცი, რაღაცა ვერ გაკეთდა თუ შეეშალა თუ მოკლედ რა მოხდა, მაგრამ ჩვენ კარებები არ გვაქვს. არა მხოლოდ კარებები, ბევრი რამე არ გვაქვს. ჯერ სამზარეულოში გაკეთებული, უნდა დაესრულებინა 20-ში, თუმცა როგორც ხედავთ, პირველია, 2-ია და ჯერ ისევ რაის დასრულება შუა გზაში ვართ. დედა ისე მიფრინავს, რომ 8000 ლარი გადახდილი სამზარეულოში, ცოტა 1000 რაღაცა დარჩენილი მისაცემი, მაგაზე არ არის ხა საუბარი, მაგრამ 8000 დაჯდა სამზარეულო, მხოლოდ კარადები და მხოლოდ აქ ტექნიკა არ შედის რა თქმა უნდა და დედა ისე მიდის, რომ საკუთარ სამზარეულოში ვერ ისიამოვნა. ძალიან გაბრაზებულები ვართ, ძალიან ვართ გამწარებულები, აი ვერ აგიხსნით უბრალოდ რამდენად რთულია ეს პროცესი. მოგიხსენებათ და არ ვიცი რატოა ხოლმე რომ ხშირ შემთხვევაში ხელოსნებთან ურთიერთობა ეგრეა, რომ რაღაცა ძალიან იწელება და არასოდეს არ სრულდება, მაგრამ ფაქტი ეგ არის. ხო და ესეთი ამბები 20-ში დასრულებული, გაწკრიალებული სამზარეულო გამოვიდა, რომ რა ის 20-ში სადუბანაობთ თურმე. კაი, მოკლედ ეს მხოლოდ ეს გავიკეთე, მეც არ ვიკეთებ და შესაძლოა გლოსი გადავისვა, რომ ტუჩები ძალიან არ გამომიხმეს. დღეს ჩავიცვი გოგოებო იშარვალი რო ვიყიდე და არ მცმია ჯერ 60 ლა რო გადავიხატე და ისეთი კმაყოფილი ვარ, მართლა ერგოლში რო ჩადიხარ, იქ კაცმა არ იცი საიდან შემოხვდი, საიდან გამოვხდი, საიდან მოხვდი იმ ქალთან. ძალიან რთულია ზოგადად ჩემთვის აი მიგნება გოლი როა დაბლა რო ჩადიხარ ვაგზალზე, ვერასოდეს ვერ ვაგნებ ხოლმე ვინს აძის, ხო და მოგვედ მანდ ვიყიდე. 70 თუ 75 ხით არ მახსოვს და საბოლოო ჯამში 60 ლარად მომცა და მითხრა რომ დამლოცავო და ისეთი მაგარი ხარისხია ხალხო რომ ვერ აგიხსნით. დალოცვასთან დაკავშირებით მართალი ყოფილა. მინდა რომ უბრალოდ ქვედა ნაწილი გაჩვენოთ რამდენად მაგარი დგომა აქვს, აი არ ვიცი და ისეთი ნაჭერია ხალხო რაღაცნაირი, ისეთი კარგი ნაჭერია რომ ერთურაც არც არა ვარ.
ხო და ესეთი ამბები ხალხოა ესე დავერა და ვერ დასრულდა ესე ვთქვათ ეს ჩვენი სამზარეულო რამა ძალიან გაგვაღიზიანა აი ძალიან და ჩემი გისკავს ეხლა რაც ვიყიდეთ ნიჟარა ონკანი და რაღაცები ყველაფერი ერთად ტექნიკა ჯერ ესე არ გვიყიდია ყველაფერი ერთად 10 და 11000 აი რაღაცა მილები ნიჟარა ონკანი კიდე რაღაცა ჭურჭლის სათავსო და მოკლედ ასე რომ სამზარეულოს რო დაიწყებთ არ გეგონოთ რომ მხოლოდ ის ფასი დაჯდება რასაც გეტყვიან რეალურად აი ეგ ხარჯებიც უნდა გათვალოთ რა იმიტომ რომ ძალიან დიდი ხარჯებია ძალიან მით უფრო ვისაც ჩვენსავე დიდი სამზარეულო აქვს პატარა სამზარეულო არის ჩემი თორე ეს არის იმასთან შედარებით უშველებელი ასეთი ამბები ვნახოთ რა და როგორ დაგხვდება ფასები თუ 200 ლარში ვიყიდე რამე ვიყიდი გარეთ გვაქვს საფხული აი ესეთი ამით გულჯო გაგითბებათ ესე იგი რომ არ შევეხო ამ თემას ხომ მოვკვდები და აი აქ დამახრჩობს რაღაც ვინც ტრამპი მოიყვანეთ ხელახლა დარწმუნებული ვარ 3 აგური გიჭირავთ უკვე დარწმუნებული ვარ ან რატომ იყავდათ ის კაცი ან რატო დაიბარეთ ან რატო შეკრიბეთ ეს ამ ხელა აუდიტორია რა გინდოდათ გეთქვათ დახურულს ხდომაზე რომ იცი რა ჩვენი იმედი არ ქონდეს და კარგად იყავი და დასრულდა რა თუნდოდა ეს ცირკის მოწყობა ხალხო და ყველაზე ცუდი რაც მოხდა და რამაც აი მომასხა კი არა ეგ ვიხრჩობოდი ადამიანები რომლებიც არიან ომში იმ ადამიანებს ვუქნებთ ესე თითებს რას იქნევ მაგ აღარ მინდა ცუდი სიტყვები ვთქვა ჩემთვის უკვე ვთქვი შიგნიდან რას უქნევ ამ თითებს ჯერდი ბოლო პრეზიდენტი აქედან დავიწყოთ ხო გავიგე და ამერიკა და ეხეთ თქვენ ისეთ ლეველზე ხართ და რაღაცა მაგრამ ასე რომ დაიბარო და მსოფლიო მასშტაბით დაასხა თავზე პრეზიდენტს მე ეგეთი რამე ხალხო აი რა არ მინახავს ახლა 5 წელს ხო არ ვარ ეგეთი რამე არ მინახავს აი ესე რომ ამ ტონით ესაუბრ ფაქტობრივად გალანძღეს და გამოაგდეს აი მე არ ვიცი მე სხვა რა უნდა დავარქვე ხამას გალანძღეს გათათხეს და მიაბრძანეს იქიდან სხვა ეხლა მე არ ვიცი რა ერქვა მაგ შეხვედრას არაც ფაქტობრივად პოზიცია ვერ დააფიქსირა ზელენსკიმ იმიტომ რომ ამის უფლება არ მისცეს მხოლოდ ესენი საუბრობდნენ მხოლოდ ესენი ილანძღებოდნენ მხოლოდ ესენი საყვედურობდნენ და გამოუშვეს რა იყო ეს რა ცირკი მოაწყეს მე არ ვიცი ხო ალბათ ახლა პუტინს მას უქნა რა ეჯიგრა თუ რა ვიცი რა ერქვა მაგრამ სამარცხვინო შეხვედრა იყო მე როგორც რიგითი ადამიანს რომელიც ძალიან ბევრ რამეში ზელენსკის ვერ დავუდგები რაღაცა თან მოაზრეთ მიუხედავად ყველაფრისა ტრამპმა გააკეთა ის რომ შემთხვევით არც კაცად ვარგა არც პრეზიდენტად ვარგა და საერთოდ არაფრად არ ვარგა ისეთები იკადრა შეიძლება შენ გქონდეს ეს პოზიცია და ეგ შენი უფლებაა რომ ეს პოზიცია ქონდეს მაგრამ როგორ გადმოსცემ ამ ყველაფერს აქვს უდიდესი აზრი ადამიანები რომლებიც გაგანია ომში არიან ანუ რა უთხრა კაი კაცო ნუ ანუ გეშება არ უნდა არავის შენი დაუშვათ ნუ გეში იმასთან შედარებით რა იცი კადრე დგახარ და აი ესეთი ტონით ელაპარაკები და არაცდი რა გეგონება ვიღაცა პატარა ბავშვია ხო პრეზიდენტი იყო ხო პრეზიდენტია მოგწოს არ მოგწოს არ არის საერთოდ საუბარი არის პრეზიდენტი მე არ ვიცი ვინმე თუ არის ვისაც მოეწონა
აი ეგ გამოსვა. აი ეგ შეხვედრა ვინმეს თუ მოგეწონათ, ძალიან გთხოვთ მითხარით, რატომ მოგეწონათ. ვისაც არ უნდა დაეწყო ომი, ეს კიდე სხვა საკითხია. როგორ შეიძლებოდა ეგ შეხვედრა ვინმეს მოსწონებოდა. აი ეს მისი საშინელი ტონი და აი ეს მისი საშინელი აურა, რასაც აფრქვევდა. აი რაღაცეებში მომწონდა ტრამპი და რა დეგენერატივი ყავი ეგ როგორ მომწონდა. ანუ რანაირად შეიძლება ხალხო ასე გადაუარო პრეზიდენტს, რანაირად შეიძლება აი ასეთი აგრესიით, ასეთი გონორით, ასეთი დამამსიღებელი სახით და სიტყვათა წყობით დააკანინო ადამიანი. მე არ ვიცი, რა ვიცი, რისთვის ჩაიყვანეს იქ, ანუ მართალი უთხრა აქ რატომ მომიწვიეთ. ანუ რისთვის ჩამოიყვანეს, რომ საქვეყნოდ, კი არა მსოფლიო მასშტაბით ეჩვენებინათ პუტინისთვის, რომ ნახე რა უყავი, ყველაფერი რიგ დაალაგა რა, თავისი ჭკუით დაალაგა ყველაფერი. ტრამპო, სულთა დეგენერატი ხარ. გავიდეთ, ჩავყყობოთ თბილისის შედარებით სუფთა ჰაერი. ამ თოვლით რა არავი ფიფქიროციო და ცოტა ჰაერი გაიწმინდა. ხო და წავიდეთ და ვნახოთ საბაში რაც გვაინტერესებს. არ დავეცე მე ახლა ხელი მოვკიდო. ჩემ ხორცევნები კობა მეთქი. აუ სახლი ალბათ გაიყიდა თქო, აღარ არის ის მეთქი რა ქვია, ნომერი გამოგორული თქო. კიო კაცო, მიასკდებოდნენო. იმიტომ რომ ნუ მართლა ფაქტობრივად უნდა დაანგრიო იყიდი თუ არა. ან დროებით გააქირავ, სანამ თავზე არ დაგეცემა ჭერი და ვინმე დაქრა თოვლის სუფის. აი მე როგორ მისრიალებს ფეხი ღმერთო. მიშვილეთ. ხედავ შენ კიდევ კარგი მოაჯირი გაგვიკეთეს. ალბათ აღარავინ რეკავდაო და ადგა გადაწყვიტა გაიქირავებინავ. ამ სრუტულს ვერ გადავეჩვე ხალხო. როგორც იცით, სუნთქვითი პრობლემები მაქვს. ანუ ხშირად უნდა ავიღო სუნთქვა და გამომდის უკვე ხრუტუნი. ასე რომ ერთად ვიხრუტუნოთ შეგიძლიათ. ხო და ალბათ გაქირავება გადაწყვიტავთ, რომ მაგას ვინ იყიდიდაო. ან უკვე საძირკოს რომ აქვს პრობლემა, ძალიან რთულია ეგეთი სახლის ყიდვა. ჩემი საყვარელი ადგილი. ნერვები მეშლება. სკოლოსი კარგად ვზინავს. მარა ის არის. ამაზე ესეთი ამბები იყო ატეხილი და იმ ხელარიგები იდგა, აშკარად უფრო მეტს ველოდი, ანუ მეტის მოლოდინი მქონდა. სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ წარმოდით ხო ყობასაც ვენობდი, წავიყვანოთ ბავშვი და გავიაროთ საბაში თქო. ძალიან კაი იყავით სახლში მივთხარი. ყველაზე მეტად მეშინია მიწისქვეშა გადასასვლელების, ანუ ამსარავს. კატასტროფული შეგრძნებები მაქვს, არ მიყვარს მიწისქვეშა გადასასვლელები და ვცდილობ რომ არ ჩავიდე. არ აქვს მნიშვნელობა, ხა რუსთაველზე იქნება ნახალუკაში თუ თუნდაც პარიზში იყოს. ძალიან მეშინია და არ მიყვარს. დავიზაფრე რაღაცნაირად, გული შემეკუმშა. ემბაუჩიც ხარ შევიაროთ. ემბაუჩი არ ყოფილვარ მილიარდი წელია. ძირთად საბაში შევდივარ. ანუ გიждები რა მინდია სასწაული.
თქვენს გიყვართ ამების თვარიელება, საწყოლები, მატრასები, მსგავსი რაღაცეები, გიშტები ხალხო. ანუ ისე მიყვარს თვარიელება, რომ აი არ ვიცი. ძალიან მიყვარს. იქნებ ჩემი ახლობელიც ვნახო თუ დღეს აქ არის. იქით წავიდეთ. ნუ სარკეები ან 550-ზე ნაკლებად ჯერ არ მინახავს. ეს მომწონს ძალიან. ლამაზიანად. დიდია ჩემი იმისთვის, ღირება 550 ალბათ. საჩემო სარკე. ვერაფერი ვერ ვნახე გოგოებო და რაც ვნახე არის დიდი და ძალიან მაღალი ფასი, ანუ წავიდეთ აბა ერთი კიდევ. დიაბა გვნახოთ. ვაიმე საჩემო სკამი. ადგილი არ აქვს, თორე 450 ლარი, თლად ფერსი არ გავყიშდი. რა სიტყვით? გოგო, განათება ხო არ გავაკეთო, იმედე და 700. მაგრამ მგონი განათებას აღარ მომცემენ, როგორც ვიცი მე და ვიცი. ახლა გამახსენდა, რომ განათებას აღარ მოძლებენ. თავის კამით რო კაი, მაგრამ ძალიან დიდია ჩემი სახლისთვის, რა თქმა უნდა. მოდი აბა ესენიც ვნახოთ. ნუ ესეც დიდია. თან ძალიან. ჩემნაირი. ფაქტობრივად სათავსო არ არის. ვერაფერი ვერ ვნახე საპაში, ყველაფერი არის როგორ იცით, რომ ანუ საძინებლებს მოყვება. ესე და საძინებლებს რომ მოყვება, ძალიან ძვირია. ანუ ეს ცალკე აღებული კომოდები რო იყიდებოდეს და კომოდი თქო კოსმეტიკის არ არის. წავიდეთ ემბაუჩი. ძალიან დიდი ხანია ემბაუჩი არ ყოფილა, არც ვიცი საერთოდ რა ხდება, იმდენი ხანია არ ყოფილა. აქ რა არის? აკრილდა რამდენი ვიარე? რამედენი. მოდი ბარემ აქ ვარ და აქაც მივირბინოთ. ყოველ შემთხვევაში მეცოდინება, რომ დაახლოებით 650-ში ვიყიდი რა. თუ ისეთი არ ვნახე, როგორიც დაახლოებით მე მინდა, მაშინ უნდა გავთვალო, რომ აი სადღაც 650-ში ვიყიდი. ეხლა სასწრაფოდ და ესე რომ კისერი მძურებოდეს კი არ მჭირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საჭიროა ბაგ. ემბაუჩი მსგავსი არაფერი არ აქვთ. განვადებით შალვა 350 გადიჭდება საქართველოში და 150 მეზამიტოks. შეიძლება ხო რომ გადავიღოთ ან პატარა რაღაცა მაგრამ ერთი გამარჯობათ მაინც ვულოცავ ჩემ თავს შენაძენს ხო მოკლედ საბოლოო ჯამში გადავწყვიტე რომ მეყიდა სიმართლე გითხრათ ხის ფერი უფრო მომეწონა იქ ერთი მოდელი იყო უბრალოდ აი მე ეკრანს რა ჭირს ერთი წუთით უბრალოდ რო ვნახე ვიზუალურად ჯობდა მაგრამ მე ხო ხის ფერებზე ვგიჟდები და რაღაც ეგეთ დეტალებზე. უბრალოდ პრობლემა ის იყო, რომ ბევრი სათავსო არ ქონდა. და რაღაცა ვიწრო იყო რა. უფრო მეტად. ამიტომ იქიდან გამომდინარე, რომ მე ბევრი ადგილი მჭირდება უფრო. ამიტომ ეს გადავწყვიტე. თორე
რეალურად ხისფერი მერჩი. მაგრამ ესეც ლამაზი. 500 ლარი ღირდა და არ დააკლეს. და რადგან 2 წელზე გავაკეთებინე და ემატა 150 თუ რაღაც, ანუ ბევრი რეალურად. უბრალოდ მირჩევნია რომ მაგალითად 19 ლარი ვიხადო და არ შემაწუხო სამ განვადებამ და ვაი და უიში არ ვიყო. ესე მირჩევნია რა. იმიტომ რომ მე ხან მუშაობ, ხან არ მუშაობ და ამიტომ მირჩევნია რომ იყოს 2 წელზე 19 და 20 ლარი. არანაირად არ შემაწუხებს ძალიან რომ აიმე და ვერ გადავიხდი და რაღაც. ამიტომ ესე მშვიდად დაიფარება. თუ მომინდება წინწრები დავფარავ თუ არა და იყოს 2 წელზე არ მაქვს პრობლემა. ესეთი ამბები. ცუდი ის არის რომ ერთ კვირაში მომიტანენ. ამიტომ დაველოდოთ ერთი კვირა. ასეთი ამბები. ხო და მომიწევს ერთი კვირა ლოდინი. იმ ხისფერზე გული დამწყდა სიმართლე გითხრათ. უბრალოდ აი მართლა ისეთი იყო რომ აი რაღაცა ვერ რა ვიწრო იყო რაღაცა ძალიან ჩამუქებული და ხა სახლში ჩემთან არ მინდა ძალიან ჩამუქებული იყოს. ამიტომ ესე გადავწყვეტე მოკლედ და სათავსოები აქვს ბევრი, რაც პრინციპში მჭირდება და კარგია. ხო და ვიზუალურადაც ისეთ კუსკუსა და საყვარელია, ასე რომ ერთ კვირაში მომიბრძანდება სახლში. ახლა არ ვიცი კრედო ხარ რაღაცა მიკრო საფინანსოს რაღაცა რომ ვაფშე მძბაცი მუზემ კიდია ვინახარ. იცოდე, არა ვარ თეგო, არა ვარ ქალო. ვერთო მაღალო. იცოდე, მოვიკნარ თავს. დასაფლავე, ბაღბერთ ჯვარებწერია. 40 წლის თავო, ზაბორი შემოღობა, ლამაზი ქვამიდა, ფერადი. ელაფერი ხო დაგეკისრება შენ. ახლა დასაფლავაზე ვიდა ხინკალი. ვაფშე არ მაინტერესებს ის სახსრები გაქვს. განწყობს, არა ვარ თეგო დაო. ვიდან გადამეკი თეგო ხარ, თეგო ვარ. გისმენ. სადაც არისო ბედი შენი, იქ იყვას ფეხი შენი. შეკრიბად დაჭილო, ეგ დებილი ფეხები. როაგი ჩლიავებია და დაათრევ. ეგეც ბედს დაბრალი ახლა. ახლა 10 წუთი ავდგავარ და ვფიქრობ. არც დავჭექი. თქვენ ხო იცით მე ყავაზე მიყვარს ფიქრი. ახლა ჩამოკრა უბედურების ზარმა. არ მქონია ყავა. ახლა ჩვენში დაჩეს ფასი რო გავიკითხე, მილიონი წელი არა ვარ მაგისი ფრიდოლი, ახლა დღეს ოჯახში ხო არა ვარ. დღეს სამჯერ სახში დავლიო. განავიტყლარცე. ველოდები როდის გაიგვიწევს ბავშვი. ხალხო დამიჯერეთ. დაიყვეთ ყურები, დაიბრმავეთ თვალები. ვითომ ყველა მეზობელი გიყვართ, ყველაზე გიждებით და მაგარ გარშე ვერ სუნთქავთ. სამაგიეროდ. ყველგან დალებთ ყავას, ყველგან შეჭამთ ხაშლამას და შეიძლება შილაც დააყოლოთ. დამიჯერეთ. ხო იცით მეც არაფერს გირჩევთ. დგები შუადღის 3 საათზე და ელვისის სტრაფით ჰოპ ვალაგებ სახლს. და წამიკრავ ბედენას, ვითომ აღარ გადაკანცული ვარ და დილის 7 და ფეხზე ვდგავ და ტრიალებ. ხალხო თუ დგები დილით. სანამ კვარი მოვა 3-ზე რო ადგეთ, მოისწრება ყველაფერი, იყოს 4-იანდექი, მაინც მოისწრება, დაჯო 5-ის ნახევარზეც. ხო, რატო დავიღალო ახლა თავი უთინდად მივასკდე. უიმე. ნერო პათოლოგმა მითხრა 10 საყსო ცეცხლი რო ეკიდოსო, ხო არა იშალო ნერვებიო თქვიო რომ აი დანდიო. თუ რა მაგარი ნერვოზი ქონდა. არ ვიცი მაგ ეკიპს რა გამოაკეთებს, ვიჩება დიადანდი, ახლა დროარი რო ეკიდა გარბოდეს. იცის ნეტა რო ვერ არის კარგად. ჯურა საქართველოშიო ყველა მო სიმღერა დაიწყო. შიკაკალო მთელი საქართველოს პარლამენტში ის. აჯობდა მაგას ნახევარზე მეც ემღერა. დავფიქრდი რა ვთქვი. არ ვიცი მეთქი. ერთი უნდა მივაყურადო, აბა значит
რა ხდება რა ჭუბია რა კამათია რა დავა რა ხდება ეხლა ის ოჯახზე არც ლაპარაკი არ ვიყარს და არც ამბების გაგება და ღერც მაღალო ჯვარი მწერია მაგრამ ისე უნდა ვიცოდე რა ხდება ხო მეც ადამიანი ვარ გაჩენილი ღვთისაგან მადლობა ღმერთს მივაყურადე მარცხენა ყური ამჯერს კარგად არ მესმის და არავიზიზე რა მესმის ხმა დონარა დაკლა მივაყურადე ისე უბნება ვინც არა იმან იცოდე დაკლა აიმე შემოვიტყვი თავში ხელები შიუ უკვე ვიღაცა კუდება და მე ვაფშიც ვერ გავდივარ გარეთ რომ რას ვეტყვი ახლა გიყურადებითით მეტი ხო ვერ ვეტყვი ჩემთვის გულში ვაბობ ქალო რა ვიცი არა გამოიქეცი გარეთ თანა მაინტერესებს აბა რა სიზავს ისიც თენგო კიდე არა მაყენო დაკლა ისიც ეუდება ნეტამს ადგებოდე მე რაღაცა არ ვიცი ტაუ ვაიმე დეპრესიის ყუბო დავდგი მე რაც გათენდა უკვე 8 ჯერ ვითირე კაი მამიდაშვილო რა იყო რატა გემართა არ ვიცი რა გათხოვდება მტირი გაჭიმდება მტირი მეზობელ ნათმას ციკოს სარეცხი ვერ გაუშავ მტირი ვიღაცის სახლი მშენებლობაზე გაჩხენილია და ვერ აგრძელებს მტირი ვიღაცის კორპუსში შუქი გადაიწვა რა მოხდა მერე მტირი ყველაფერზე მტირი მალადეთ მაგრა გუგუნებ მაგრა აი არ ვიცი რა შებეძაღლიან დაყებს ერთსა კაცსა ბლისკინელსა ბლის კალათით ბლის კიდზედა ბალი გააქვს და გამოაქვს